საღამომშვიდობისა მივესალმები რუსთავის ტელემაყურებელს ლოტო 642-ის მოთამაშეებს. აი დადგა კიდევ ერთი პარასკევი და კიდევ ერთი შანსი იმისა, რომ თქვენ გაინაღდოთ ისეთი თანხა, როგორიც არის 1,930,878 ლარი, 2 მილიონამდეა უკვე ჩვენი თანხა, უკვე კარგად იცით ეს ლოტო 642-ის ერთგულმა მოთამაშეებმა. მეორე კატეგორიაც 91,000 ლარს გასცდა და 100,000 ლარისკენ მიექანება. მოკლედ, ორივე კატეგორია საკმაოდ ღირსეულად ჟღერს და გამოიყურება. შესაბამისად, მე წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. გადმოგსხმოდეს პრინციპში 5.35 ოქროს ბურთის წყალი ჩვენ, იმიტომ რომ დღეს გათამაშდა 49,641 ლარი. მიულოცოთ, რა თქმა უნდა, 5.35 ოქროს ბურთის გამარჯვებულს ეს სიხარული და მომელოცოს ძალიან მალე თქვენთვისაც აი ეს არაჩვეულებრივი თანხების გათამაშება. 722 ტირაჟია დღეს, 722 წარმატება თქვენ და გადავინაცვლოთ ღილაკისკენ და დავიწყოთ. 3, 2, 1. აბა რას იზამენ დღეს ჩვენი ფერადფერადი ბურთულები, ვნახოთ რომელი გახსნის დღევანდელ გათამაშებას და გაახარებს თუ არა ჩვენს ერთგულ მოთამაშეებს. დაიძრა ჩვენსკენ ნომერი 25. ლურჯმა გადაწყვიტა დღეს 25-მა თამაშის გახსნა და ვნახოთ რა იქნება მომდევნო მომგებიანი ბურთი. ის გახლავთ 21. აბა დაველოდოთ მესამე მომგებიან ბურთს და იმედია რომ ნელ-ნელა თქვენი სიხარული კიდევ უფრო გადიძდება და გაუმჯობესდება. 36 შემოგვიერთდა კვლავ ლურჯი და წითელმა მერა დავაშავეო და შემოგვიგორდა ნომერი 23. მეხუთე მომგებიანი ბურთის ჯერიც დამდგარა და 7-იანმა იღბლიანმა ციფრმა გადაწყვიტა გაგრძელება თამაშისა და მეექვსე მომგებიანი ბურთის დრო დადგა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ჯეკპოტის გასათამაშებლად და 16 გახლავთ ის და უკვე პრინციპს ჩვენმა მაყურებელმა იცის დათამაშდა თუ არა ჯეკპოტი და ვინ მოიგო ის. ჩვენც მალე გავიგებთ. 9-იანი გახლავთ ბონუს ციფრი. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ჩვენი კომბინაცია, რომელიც დღეს შემოგთავაზა ლოტოტრონმა. ვიწყებთ 25-ით, 21, 36, 23, 7, 16 და ბონუს რიცხვი გახლავთ 9. აბა რა ხდება მან? ისმის სიხარულები. აი სიხარულები უნდა გაგვიზიაროთ ძალიან მალე ჩვენს მთელი ლოტო 642 შემოქმედებით და ტექნიკურ გუნდს, იმიტომ რომ აი აქ როგორც იცით გამოჩნდება ხოლმე შედეგები და ეს შედეგების შემდეგ ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენთან ერთად თავისთავად ცხადია და იმედია რომ ეს შედეგები დღეს იქნება ძალიან სასიხარულო. სანამ შედეგებს გავაცნობდეთ სრულად საქართველოს, რა თქმა უნდა გეტყვით რომ სამშაბათს და პარასკევს გაიმართება რუსთავის ეთერში ლოტო 642-ის გათამაშება და იმისთვის რომ თქვენ ჩაერთოთ ამ გათამაშებაში აუცილებელია ერთი ბილეთის ქონა მაინც. ეს ბილეთები კი თქვენ შეგიძლიათ რამოდენიმე გზით და ხერხით შეიძინოთ. ერთი ეს გახლავთ ლოტო.g, ვირტუალურად შეგიძლიათ შეავსოთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია. ასევე შეგიძლიათ ყველა დიდ სავაჭრო მოლში მიბრძანდეთ, სერვის ცენტრებში შემოხაზოთ ის ციფრები, რომელიც თქვენ გსურთ და მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარეობს ლოტოს ჯიხურები. შესაბამისად, ნება თქვენია, სადაც გნებავთ, იქ შეიძინეთ, სადაც გნებავთ, იქ გამოცადეთ თქვენი იღბალი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს აუცილებლად გაგიღიმებთ. მით უმეტეს, რომ აი ესეთ არაჩვეულებრივ თანხებს ვეთამაშებით. შედეგები გვაქვს, მეოთხე კატეგორია გავათამაშეთ დღეს, 1834 ლარი გაიყო 2 ბილეთმა. 917 ლარმა შეადგინა მოგებამ ადამიანზე. ულოცავ ორივე გამარჯვებულს თავისთავად ცხადია. მეხუთე, მეექვსე კატეგორიაშიც ყავს გამარჯვებულები, სულ 125 ადამიანი გავახარეთ დღეს. მესამე კატეგორიაში არ გათამაშებულა დღეს თანხა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო გათამაშებისთვის კიდევ უფრო დიდი თანხა გვექნება. მეორე კატეგორიასა და ჯეკპოტზე ხო საერთოდ საუბარი აღარ არის. შეგახსენებთ ერთ ჯადოსნურ სიტყვებს. იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას. სასიამოვნო შაბათ კვირას გისურვებთ.